ტაილანდში სამდღიან არეულობას 24 ადამიანი ემსხვერპლა. არმიამ დემონსტრანტებსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების დაწყება არასამთავრობო ორგანიზაციებს მიანდო. ბანგკოკის ერთ-ერთ უმანში, რომელსაც თავს აფარებენ ამბოხებულები და ბარიკადებითაა შემოსაზღვრული, ამ დრომდე რჩება დაახლოებით 5000 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. ტაილანდში სისხლიანი დაპირისპირება გრძელდება. დემონსტრანტებსა და ჯარისკაცებს შორის შეტაკებები უკვე ბანგკოკის აღმოსავლეთ რაიონშიც გავრცელდა. ოპოზიციონერთა ლიდერები თავს ქალაქის სწორედ ამ ნაწილს აფარებენ და დემონსტრანტებს ძალთა გაერთიანებისკენ მოუწოდებენ. ხელისუფლება კომენდანტის საათის შემოღების გეგმას განიხილავს. კომენდანტის საათის შემოღება დღეს არ მოხდება, რადგან მიგვაჩნია, რომ ვითარებას მაინც ვაკონტროლებთ, თუ მდგომარეობა უმართავი გახდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში გადავწყვეტ უკიდურესი ზომების დაწესებას. შტაბი ვითარებას შეაფასებს და მოსახლეობას გადაწყვეტილებას შევატყობინებთ. ვითარება მკვეთრადაა შეცვლილი ცუდისკენ. ტაილანდი უკვე აღარ არის ღიმილის ქვეყანა. სამდღიანი სისხლიანი დაპირისპირების ფონზე დემონსტრანტები უკან დახევას არ აპირებენ. შეტაკებებს უკვე ემსხვერპლა 24 ადამიანი. გენერალიტეტის განკარგულებით ჯარისკაცებს უფლება აქვთ ცეცხლი გაუხსნან დემონსტრანტებს, თუ ისინი მათ 36 მეტრის მანძილზე მიუახლოვდებიან. ქვეყანაში შექმნილმა ქაოტურმა მდგომარეობამ უკვე მკვეთრად დააზარალა აზიის რიგით მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო.